სიტუაციას ამძიმებს ის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ორი ფაქტორის ერთობლიობასთან. ერთი არის დაუჯელობის სინდრომი და უდავოდ არის ეს და მეორე არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე სასოწარკვეთა და ეს აუცილებლად სამწუხაროდ გაძლიერდება. მოდით შევხედოთ, რა მოხდა კოვიდთან დაკავშირებით, ხო? 7 მილიარდი სად გაიბნა კაცმა არ იცის და მაშინ, როდესაც ყველანი ხბოს აღტაცებით შევხაროდით იმას, რომ საქართველოს კოვიდი მარტივად დაძლია და არაჩვეულებრივი მენეჯმენტი ყოლია ქვეყანას, დღეს რას ვიღებთ? ლამის გენოციდის რეჟიმშია ერი, ხო? ამავე ლოგიკით თუ განვითარდა კრიმინალის ზრდა, აი მე ნახეთ ჩვენ რა პრობლემების წინაშე დავდგებით და მე გარწმუნებთ რომ ამას ხელისუფლება არ ითვლის. უბრალოდ არ ითვლის, იმიტომ რომ ეკონომიკის ვარდნასთან ერთად და იმ კრიზისთან ერთად, რომელიც აი უახლოეს თვეებში შეგვჭამს უბრალოდ პროპორციულად გაიზრდება კრიმინალი. აი ამის შესაკავებლად ხელისუფლება რომ არაფერს აკეთებს, ეს შეიძლება დაბეჭდების გვეუბნებიან რომ ტელევიზიებში გაიზარდა კრიმინალიო, პირდაპირ ვისმენთ აი ამ განცხადებებს და ხო, ისინი რას ამბობენ, სხვა თემაა. მე გეუბნებით რა დევს ზედაპირზე. ზედაპირზე დევს ამ ხელისუფლების მიერ მართული კოვიდი და ამას ასეთივე მართული იქნება კრიმინალი და ეს ახლა თითოეული შემთხვევა, რასაც ჩვენ უყურებთ, შეიძლება გადაიზარდოს უკვე ორგანიზებულ დანაშაულში. ეს უმძიმესი რამეა, იმიტომ რომ ამათ პრევენციის ცნება ზოგადად არ იციან. ეს არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. თქვენ წარმოგიდგენიათ სახელმწიფო, რომელიც არსებობს ფუძემდებლური დოკუმენტის გარეშე, რომელმაც არ იცის რა საფრთხე და გამოწვევა ელოდება არა მარტო გარე სივრციდან, ხო? არამედ საფრთხეების შეფასების დოკუმენტში სწორედ ამ ტიპის საფრთხეების გაანალიზება და პრევენციაც ხდება, როგორიც არის კრიმინალის შესაძლო ზრდა მსგავსი ტიპის ეპიდემიოლოგიური კატასტროფებისას, რომელსაც კვალზე მოყვება ეკონომიკური კატასტროფა. ესეთი დოკუმენტი ქვეყანას არ აქვს და არ მიიჩნევენ რომ საჭიროა. ხვდებით რა ქვეყანაში ცხოვრობთ და ეხლა ვინმე უნდა დაიჯეროს და როგორ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ეს კრიმინალის ზრდა, რომელიც საუბედუროდ აუცილებლად აღმავალი ხაზით წავა, ამისი პრევენციისთვის ამათ რაიმე ზომები აქვს შემუშავებული. ეს არის ყველაზე დამანგრეველი და იმ ფსიქოლოგიურ ეფექტს, რაც ამას მოყვება ერთის მხრივ კოვიდს, მეორეს მხრივ ეკონომიკურ კრიზისს, ამას კიდევ თავისი გაგრძელება დაასახვა ექნება. აი ამისი გამკლავების მექანიზმები ამ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება ოცნება რჩება მარტო ყველა ამ პრობლემასთან იმის ნაცვლად, რომ ღმერთს შესთხოვდნენ და ოღონდ კი როგორმე რაღაცა ფორმით გადაანაწილონ ეს პასუხისმგებლობა და პარლამენტში შეიყვანოს ოპოზიცია და ის რიგარეში არჩევნები იქნება თუ რაღაცა ფორმით ახალი არჩევნების ჩატარებაზე დათანხმდეს და ამით თავი გადაირჩინოს. მე მესმის რომ მათ ქვეყანა და განსაკუთრებით ის მილიონი ამომრჩეველი, რომელმაც მათ ხმა არ მისცა საერთოდ მტრების ბანაკში ყავთ გადასროლილი, მაგრამ საკუთარი ამორჩევლის შენარჩუნების მიზნით რა ის კრიმინალი ძალიან საინტერესოა, თვითონ ითვლიან ხოლმე პარტიული ნიშნით და ამიტომ ვამბობ, აი დღეს ვინ იყო იქ, რომელი პარტიის ამორჩეველი ერთი დაინტერესდნენ და გარწმუნებთ რომ ხო ამბობენ რომ უმრავლესობა პროპორციული სიით თვითონ აიღეს. ლოგიკურად იქ ვინც იყო მძევლებს შორის უმრავლესობა ქართული ოცნების ამორჩეველი უნდა ყოფილიყო და მაინტერესებს რა პასუხსცემენ იმ ქართული ოცნების ამორჩეველს, ხვალდაზე გისევ მძევლების რიგში რო აღმოჩნდება. ანა დღევანდელი თავდასხმა მართლაც უჩვეულო იყო აი მოთხოვნებიდან გამომდინარე.